შეკითხვა არის პარათიროიდულ ჯირკვალზე. აი პატარა წითლები რომ არის, ესენია პარათიროიდული ჯირკვალი, აქ ფარისებრი ჯირკვალში, ფარისებრი ჯირკვალზე ზევიდან. და მთავარია მოკლედ კალციუმის ცვლისთვის რა, ანუ როცა მომატებულია კალციუმის იმატებს ხოლმე. ოღონდ აი თქვენ შემთხვევაში გაქვთ ძალიან მაღალი მაჩვენებელი პარათიროიდული ჯირკვლის ჰორმონის და ეგ ორ რამეს ნიშნავს. ერთი შეიძლება იყოს ადენომა, რომელიც თუ კალციუმის მომატებულია, ანუ კალციუმის უნდა შეამოწმოთ ეგეთ დროს და შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეს არის ადენომა. ადენომის დიაგნოზირება მოხდება ულტრაბგერით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი მაგალითად ან თირკმელების დაავადება, მაგრამ ეგეთი მაღალი დონე ხშირად ახასიათებს ხოლმე აი ამ პარათიროიდული ჯირკვლის ადენომას და ეგ უნდა შემოწმოთ პირველ რიგში, ანუ კალციუმი.